ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ დავეხმაროთ ყელში დაჭრილ ადამიანებს. ესეთი კრიტიკული დაზიანებებისას დრო გადამწყვეტია, ამიტომ პირდაპირ ვიწყებ ჭრილობის დატამპონებას და ზეწოლას ჭრილობაზე, რომ მაქსიმალურად შევანელოთ თუ ვერ შევაჩერებთ სისხლდენას. შემდეგ ზეწოლის პარალელურად ვიწყებ ნახვევის დადებას, რომელიც გაივლის იღლიის ფოსოში, რათა ეს ნახვევი იყოს სტაბილური და არ შეიცვალოს პოზიცია მაგალითად პაციენტის გადაადგილებისას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყელის არეში გადიან მაგისტრალური სისწარღვები, ისეთები, როგორიც არის მაგალითად საძილი არტერია და საუღლე ვენა. როგორც ხედავთ, მათი დიამეტრი და კალიბრი არის საკმაოდ დიდი. უპირველესი პრიორიტეტი ამ დროს არის, რა თქმა უნდა, სისხლდენის შეჩერება, თუმცა როდესაც ნახვევს დავადებთ, უნდა გავაკონტროლოთ აუცილებლად შეუძლია თუ არა პაციენტს სუნთქვა, რადგან ამ არეში დადებული ძალიან მჭიდრო ნახვევი შეიძლება აფერხებდეს პაციენტის სუნთქვას. რაც შეეხება აი ამ სახვევს, ეს არის საველე პირობებში გამოსაყენებელი სახვევი, რომელიც შეიცავს აი ესეთ დამჭიმს, რომელიც დამატებით ზეწოლას ახორციელებს უშუალოდ ჭრილობაზე და გაცილებით მარტივი გამოსაყენებელია, ვიდრე ჩვეულებრივი სახვევი.